მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე, მე ანუკა კინკლაძე ვარ. საიდან აქვს ბიძინა ივანიშვილის წვდომა გრიფით საიდუმლო მასალებზე და ზოგადად როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ყოფილი პრემიერის გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მარიამ გაფრინდაშვილი განაგრძობს თემას. მარიამ, რას ამბობენ პოლიტიკოსები? ანუკა, ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ქვეყანაში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან ისაუბრა კონკრეტულად ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა აქვს პირადად მას და არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მის მიმართ. ასევე ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით და ისაუბრა გრიფით საიდუმლოს საქმის მასალებთან დაკავშირებით საკმაოდ დეტალურად. დღეს ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებებს შეფასებები მოყვა თავისუფალი დემოკრატების მხრიდან. ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, საიდან აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს გრიფით საიდუმლოს საქმის დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია. რაც შეეხება ზურა აბაშიძეს, მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს საკმაოდ დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე და ასევე პროკურატურის გადაწყვეტილებებზე და ასევე მან თქვა, რომ ქვეყანას არ უნდა მართავდნენ ავტორიტეტული მთავრობისთვის ავტორიტეტული პიროვნებები და ეს უნდა გააკეთოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ. მე არ ვიცი ნამდვილად საიდან ფლობს ბიძინა ივანიშვილი ამ ინფორმაციებს საკმაოდ სიღრმისეული ცოდნა აქვს საკითხების, თუმცა ის ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მიერ გამოცხადებული იყო. ამის ანალიზი უნდა გააკეთონ ადვოკატებმა, უნდა გააკეთონ ექსპერტებმა, მაგრამ ჩემთვის მართალი რო გითხრათ გასაკვირი იყო. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ველოდებოდი უფრო ღრმა ანალიზს ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართლაც არსებობს თუ არა რაიმე საფრთხეები. საკმაოდ დიდი გავლენა, დიდი ავტორიტეტი, დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებზე იქონიოს თავისი შეხედულებების წარმოქმნის და გავლენების საშუალება, მაგრამ მეორეა ჩვენ როგორი სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ, როგორი ტიპის ქვეყანა უნდა შევქმნათ, რომ ავტორიტეტული პიროვნებები უნდა მართავდნენ სახელმწიფოს თუ პოლიტიკური ძალები თუ ამ შემთხვევაში უშიშროება, რომელზეც დღეს ირაკლი ალასანიამ ისაუბრა. რა თქმა უნდა, ახლა გვაქვს ფუნდამენტალური განსხვავებები და რაშიც მე საკმაოდ სერიოზულ ოპონირებას გავუწევ ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს შეფასებები მოყვა ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების წევრების მხრიდანაც. ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ გუშინდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს კულუარებიდან და ის ერევა პროკურატურის საქმიანობაშიც, თუმცა ამას უარყოფენ ქართული ოცნების წევრები. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დღეს თბილისის მერმაც გააკეთა. თუ არის ქვეყანაში დემოკრატია და თუ არის სიტყვის თავისუფლება, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრება, ვინც არ უნდა იყოს ის. ბიძინა ივანიშვილი ესეთი დიდ პასუხისმგებლობასაც გზნობს იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ალბათ უნდა გზნობდეს, რომ პატარა ქვეყანაში ბევრი ადამიანი არ არის ესეთი, რომელიც ჩართული იყო უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, რომელმაც საერთოდ სისტემა და ვითარება შეცვალა ქვეყანაში. არ გამოურიცხავდა ამ თემასთან დაკავშირებით იმ ინფორმაციაზე, რაც პროკურატურამ საკმაოდ დეტალურად გამოაქვეყნა, რაიმე კითხვები ქონოდა. მე ვფიქრობ, ამ საათ და 40 წუთიანმა ბილატრო თქვამთ ცნაურმა პირადამ ნათელი გახადა, რომ დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა სწორედ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არის განჯდების მანით შეპყრობილი ერთგვარი მაფიოზი, ერთგვარი კანონიერი ქურდი, რომელიც პირადად არის პასუხისმგებელი ქვეყნის უკუსლაზე, გაჭირვების ზრდაზე, მის მიერვე გაცემული დაპირებების არ შესრულებაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მორღვევაზე. აფხაზეთს სწორედ ბიძინა ივანიშვილი აბარებს რუსეთს. მან ასევე იცოდა საიდუმლო გრიფის მქონე საქმის დეტალები, რაც თავისთავად წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ეს აღარ არის კულუარებიდან მართვა, რაც თავისუფლი არის სახელმწიფოს, დემოკრატიული სახელმწიფოს სერიოზული ეროზია, თუმცა ფორმალური პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მაინც შენარჩუნებულია. ბიძინა ივანიშვილი მართავს როგორც ჩვეულებრივი მაფიოზი
სრულიად დაუფარავად, ეს არის განდიდების მანიით შეპყრობილი მაფიოზი. ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში ასევე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით და მან განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის ქმედებები ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში ჭრება. მარიამ, მადლობა, ეს მარიამ გაფრინდაშვილი.